რუსთავის თეატრის მსახიობები ქვემო ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძესა და თეატრის მმართველებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. რუსთავის თეატრის გათავისუფლებულმა მსახიობებმა და უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მსახიობების თქმით, გათავისუფლების მოტივად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და პროფესიონალიზმი დაუსახელეს. რუსთავის თეატრის ყოფილი მსახიობების ბრალდებებს დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადებით უპასუხა. დეტალები იხილეთ ჩვენ სიუჟეტში. რუსთავის თეატრის დაახლოებით 11 მსახიობი ქვემო ქართლის გუბერნატორს და თეატრის ახალმმართველებს თეატრიდან ახსნა-განმარტების, გარეშე და უმიზეზოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით რუსთავის თეატრის გათავისუფლებულმა მსახიობებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, თეატრის ახალ ხელმძღვანელს ლაშა ნოზაძეს, დავით კირკიტაძე, მომღერალი ზუმბა და ნიაზ დიასამიძე მფარველობენ. ამ ადამიანებმა დაიჯერეს, რომ რახან ისინი ხელმძღვანელები არიან, გუბერნატორები არიან, მერები არიან და თეატრი გახადეს, როგორ გითხრათ, ერთ-ერთი მათი ობიექტი. ის რომ ეს აქედან გამომდინარე, აი როდესაც ვიღაცა ადამიანი, მათი მეგობარი, როგორიც იყო ნოზაძე, იყო მათი ახლობელი, ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ალბათ უყვარს ხელოვნება. ეს ადამიანი მუსიკოსობს, მაგრამ არა აქვს მუსიკალური განათლება, რეჟისორობა უნდა, მაგრამ არ აქვს სარეჟისორო განათლება. როგორც თვითონ იზახდა, ჩემი მეგობრები არიან ზუმბა, დიასამიძე, ჩემი ძმაკაცია ჩიტოვანი, ჩემი მეგობარია კირკიტაძე. ყველანაირად გვაგზავნებიან, რომ მას უნდა იყოს ჩვენი ხელმძღვანელი. ჩვენ უთხარით, რომ შვილო, მოდი დადგი სპექტაკლი, იქნებ ისეთი კაი სპექტაკლი, ნახოთ რა ხარ, რა შეგიძლია. ესეთ არა, მე უნდა მოვიდე აქ რეგით რეჟისორად არ მოვა, მე უნდა მოვიდე ხელმძღვანელად. ეს გადაწყვეტილება, როდესაც მიიღეს, ჩვენ შევებრძოლეთ და ვით შევებრძოლეთ, ისინი გაგვიშვეს. რამე ცუდი არის, ახლა მე ვთვლი ძალიან ბევრი რამეა ცუდი ამ წელში, რომ თეატრი არ არის. თეატრი უნდა იყოს თეატრი დაწესებული იყოს, სადაც სპექტაკლები იმართება, განახორციელებელი სპექტაკლი. უციდან ის დაფინანსებს, ის მართავს ამ თეატრს. მართავს ამ თეატრს, მეგონი მართავს ქალაქი. რამე ცუდი ხდება ამ თეატრში, ქალაქი დაბრალდება სხვასა არ არის. კულტურის სამინისტრო არ მართავს, ვერ ჭირდება. მეგონი საფინანსო. რუსთავის თეატრის მსახიობების თქმით, 2011-2012 წლებში ზუმბასა და ნიაზ დიასამიძის აქტიური მხარდაჭერით და ლობირებით თეატრიდან სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე გაუშვეს, რომელიც ზუმბასა და დიასამიძის მეგობარმა, ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორთან დაახლოებულმა პირმა მუსიკოსმა ლაშა ნოზაძემ შეცვალა. გულსატკივია ის, რომ ჩანაცვლება მოახდინეს არაპროფესიონალი და ბატონი გოჩა კაპანაძე თეატრიდან გაუშვეს. კაცი, რომელმაც წელიწად ნახევარში 8 სპექტაკლი აჩუქა თეატრს. არაფერს არ ადგავს, მინდა გითხრათ, მისი გაკეთებული ერთი სპექტაკლი, რომელიც ქალაქის მერიამ გველის მჭამელი გველიჭამეად მონათლა და ფაქტიურად ამას ძალიან ცუდი ცენზურა მოყვა. მეორე სპექტაკლი ნაფტალინი, ბატონი ლაშა ბუღაძის, საიდანაც თვითონ ავტორი თეატრიდან გაიქცა. არაპროფესიონალები ნამდვილად არ უნდა იყვნენ თეატრზე და პროფესიონალები არ შეიძლება გაუშვან და სცენაზე არაპროფესიონალებით მოხდეს ჩანაცვლება. ძალიან ცუდი რაღაცები გააკეთეს, იმიტომ რომ მე პირადად თეატრში ვარ, არანაირად არ ვეხები მათ შემოქმედებას და პირიქითია ხანახან მომწონს მათ სიმღერა. არც ერთი სპექტაკლი არ მოდა, მანახი მოვიდნენ და ძალიან გამიგეთ ამით არავის არ ვედრები და არც უჯიბრები. ერთ-ერთი საუკეთესო რეპერტუარი ქონდა რუსთავის თეატრის განაყარი და რაღაც იდიოტები გააკეთა. ვითხოვთ ჩვენი ღირსების აღდგენას. რუსთავის თეატრის ყოფილი მსახიობების ბრალდებების გადამოწმება ზუმბასთან და ნიაზ დიასამიძესთან ვცადეთ, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. რუსთავის თეატრის ყოფილი მსახიობების ბრალდებებს დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადებით უპასუხა. განცხადების მიხედვით ქვემო ქართლის ადმინისტრაცია არ ჩარეულა არც დასის შემადგენლობის დაკომპლექტებასა და არც სპექტაკლების დადგმის პროცესში. შემადგენლობის დაკომპლექტებისა და არც სპექტაკლების დადგმის პროცესში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას თეატრისთვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიგვეღო. თუ დღეს და ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციები არ არის პოლიტიკურად მართული, მზად ვართ კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რაც რუსთავის თეატრის დასა და დირექციას მნიშვნელოვნად მიაჩნია.
ხელოვნებათმცოდნეები რუსთავის თეატრში დადგმული სპექტაკლების ხარისხით ინტერესდებიან. მათი თქმით, თეატრში შემოქმედებითი კრიზისია, რეჟისორი კი არაპროფესიონალი. არ არის პროფესიონალი აზროვნება. არ არის ის ბიჭი პროფესიონალი რეჟისორი. რა თქმა უნდა. არაფერი ჩუნად იყო, ვეკითხები, ესე და ეს მსახიობი. სცენაზე არ იცის, რომ კულისებში როგორ გავიდეს. დაამთავრა როლი, რეპლიკა და უნდა წავიდეს. და არ იცის, როგორ გავიდეს სცენიდან. ვეკითხები, ეს მსახიობი ვისი მოწაფეა? ლილი იოსელიანის მათხოვებს, იმიტომ რომ იცის, რომ ლილი იოსელიანის მოწაფეობა ეს არის სტატუსი თავისთავად. და მე ვიგებ, რომ ის გოგონა არის რაღაცა დამთავრებული აქვს კოლეჯი თუ გონი არც აქვს სპეციალობა. რა არის ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ რუსთავის თეატრში მოვიდა ადამიანი, რომელსაც არ აწვალებს თეატრის ბედი. ის ქმნის სანახაობას ძალიან დაბალი გემოვნების და მიაჩნია, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, საკასო სპექტაკლი. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ არც ქალაქის კულტურის განყოფილებას, არც ქალაქს, არც გუბერნატორს, არც კულტურის სამინისტროს თურმე არ აინტერესებს თეატრის ბედი. მსახიობების უფლებებს უფლებადამცველთა გაერთიანება იცავს, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, გათავისუფლებული მსახიობები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას მიმართავენ და სიტუაციაში უკეთ გარკვევის შემდეგ რეაგირებას თხოვენ. Ვითხოვთ, რომ აი ამ ჩარეცხილი ხალხის სააკაშვილის რეჟიმის პირობებში თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩარეცხილები უწოდა მათ დაუყოვნებლივ აღდგენას. ეს ადამიანები გაუშვეს 2011-2012 წლებში, ნაწილი 2011, ნაწილი 2012 წლებში აღდგენას რუსთავის თეატრში და აგრეთვე ფინანსური დარღვევების გამოძიების გარკვეულწილად ვითხოვთ პროკურატურისგან, ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო თვითმმართველი ერთეული რუსთავის თანხებს იხდიდა რუსთავის თეატრში და ნოზაძე ლიპარტელიანი ამ თანხებს საკუთარ ჯიბეში ინაწილებდა და არა თეატრს ახმარდა. არავითარი სპექტაკლი არ დადგმულა, ფაქტობრივად თეატრი არის პარალიზებული. რუსთავის თეატრის ყოფილ მსახიობების პრობლემებში გარკვევის მიზნით ორშაბათს 29 ოქტომბერს 12 საათზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ეპატიჟებიან და ყველა დაინტერესებულ მხარეს საკითხის განხილვას თავაზობენ.